დაბადების წიგნში მე-11 თავი დაწერილია, რომ ღმერთმა დაინახა ერთი რაღაც დედამიწაზე და გადაწყვიტა, რომ ჩამოსულიყო და ენახა ეს ყველაფერი. ეს იყო, როცა მე-11 თავი ასე იწყება, რომ ერთი ხალხი იყო დედამიწაზე, ერთი ენა ჰქონდათ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. და დაინახა ღმერთმა და ამ ხალხმა თქვეს ჯერ, რომ მოდი შევკრათო პირი და ავაშენოთ ქალაქი და კოშკი, რომლის წვერი ცას მიწვდება და ეს იყოს ნიშანი იმის, რომ არასდროს არ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე. ანუ სულ ყოველთვის ერთნი ვიქნებით, სულ ყოველთვის ერთობა გვექნება. ეს იყო ერთობა ღვთის წინააღმდეგ, ეს იყო ერთობა ღვთის გამოცხადების წინააღმდეგ. მაგრამ პრინციპი ღმერთი ამბობს მე-6 მუხლში, რადგანაც ერთი ხალხია, რადგანაც ერთ ენაზე ლაპარაკობენ, ამიერიდან ესენი რასაც იტყვიან, ყველაფერს მიაღწევენ და გააკეთებენ. ყველაზე დემონური რაღაცაც კი რო დაისახონ მიზნად, რაღაცა ერთი ხალხია და ერთ ენაზე ლაპარაკობენ, მიაღწევენ ყველაფერს. ამიტომ საჭიროა რომ მათ ვერ გაუგონ ერთმანეთს და ზუსტად ესე მოხდა. ჩავიდეთ და აურიოთ ენები და როგორც ისტორია და განსაკუთრებით ისინი, ვინც ბიბლიის მკვლევარები არიან და იკვლევენ ბიბლიურ ისტორიას, ამბობენ, რომ აქედან მოხდა ერებისა და ტომების გაყოფა და სისტემების ჩამოყალიბება დედამიწაზე. მაგრამ ჩვენ პრინციპზე უნდა ვთქვათ, პავლე მოციქული პირველი კორინთელების პირველი თავის 9 მუხლში ასეთ რაღაცას გვეუბნება, შეგაგონებ ძმებო. და როცა ის ძმებზე ლაპარაკობს, ის ეკლესიაზე ლაპარაკობს და იქ დებით სიგულისხმებიან. შეგაგონებთ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო. პავლე მოციქულის სიტყვა მივიღოთ დღევანდელ დღეს, როგორც ჩვენი სიტყვა აქ წერია, შეგაგონებთ. შეგონება მე ადრეც ვილაპარაკე, შეგონება არ არის უბრალოდ ნათქვამი. ქართული ანდაზა გვაქვს ერთი, მამალმა თქვაო, მე კი ვიყივლეო, მაგრამ შენ გინდა იღვიძე გინდარაო. აი, ეს იცი როგორ არის? იყო ნათქვამი და ახლა ჩემინება მე მივიღებ თუ არა. შეგონება ცოტა მაღალი სტანდარტი არის. შეგონება არის, როცა ცდილობ ადამიანს გააგებინო, როცა ცდილობ როგორმე მიიყვანო მიხვედრამდე, შეგნებამდე, რომ შენ შეიძლება მას რამდენჯერმე გაუმეორო, შენ შეიძლება აი უთხრა, ხო გაიგე, გთხოვ, რომ შენი მოქმედებების შეცვალე. გასაგებია? აი ეს არის შეგონება. აი ეკლესიაში ასეთი მსახურებაც კი არის შემგონებლები. ეს რას ნიშნავს? როცა ერთი რომელიმე ადამიანს თქვათ რაღაცა ისე არ ესმის, ხშირად მიდიან ხოლმე ეს ადამიანები და ცდილობენ შეაგონონ, გააგებინონ, მიხვედრამდე მიიყვანონ, რომ ამ გზით თუ წახვალ, შეიძლება კარგად არ განვითარდეს საქმე. გასაგებია ხვდებით, მიხვდით ალბათ, რომ შეგონება არ არის უბრალო ნათქვამი. რომ შეგონება არ არის უბრალო ქადაგება, რომელსაც ჩემი უფლება მე მინდა მოვისმენ და მინდა საერთოდ არ გავითვალისწინებ. შეგონება ცოტა მაღალი სტანდარტი არის და წმინდა მოციქული პავლე ზუსტად ამ სიტყვებს გვეუბნება, ის არ ამბობს, რომ თქვენ როგორც გინდათ, თქვენ როგორც გინდათ ისე წადით, ის ამბობს, შეგაგონებ ძმებო, შეგაგონებ. და კიდე ერთხელ ვამბობ, როცა იქ ძმებო წერია, დებით სიგულისხმება. შეგაგონებ, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და გაერთიანებული იყავითო გონებითა და აზრით. დაუკვირდით ახლა რატო ამბობს ეს ამ სიტყვას. სხვათა შორის, ბევრს გონია, რომ თუ ერთი და იგივე რაღაცას ვილაპარაკებთ, ამით პავლე მოციქულის სიტყვას შევასრულებთ. პავლე მოციქულს არ უნდა და მით უმეტეს ის, ვინც პავლე მოციქული აღძრა, რომ ესე თქვა, მას განსაკუთრებით. რომ ჩვენ უბრალოდ სიტყვები დავიმახსოვროთ და ეს სიტყვები გავიმეოროთ თუთი ყუშივით. მოდი ვთქვათ ყველამ, აი ეს არ უნდა, ეს ხელოვნურია. ეს არ არის ის, რაცაც პავლე მოციქული ამბობს. როცა პავლე ამბობს, რომ შეგაგონებთ ძმებო, ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ის სიტყვები უნდა გაიმეოროს ყველამ. და გაერთიანებული იყავითო გონებითა და სულით. აი ეს სტანდარტი, რასაც აქ არის ლაპარაკი, ეს ოცნება არის, რაც მიღწეული უნდა იყოს. წმინდა წერილი ასევე ამბობს მოციქულთა საქმეში. ეს არის ეკლესიის დასაწყისი ჯერ კიდევ. ეკლესია, რომელიც ესესარი დაიბადა, რომელმაც ესესარი დაიწყო მოქმედება, სულიწმინდამ დაიწყო მოქმედება და წმინდა წერილი ამბობს, უამრავ მორწმუნესო, ქართულ ბიბლიაში წერია. სხვა თარგმანი ამბობს, მორწმუნეთა სიმრავლესო. მორწმუნეთა სიმრავლეს ჰქონდა ერთი სული და ერთი გული.
ეს რას ნიშნავს? როგორ ერთი სული და ერთი გული როგორ ქონდათ? არავინ თავის ქონებას არ ეძახოდა თავისას. არამედ ყოველივე საერთო ქონდათო. დიდება უფალს. იცი, ეს არის ის, რაც უფალს უნდა რომ იყოს ჩვენ შორის. წლების წინ მე მქონდა ერთი ქადაგება ეკლესიაში ვილაპარაკე ერთობაზე. ეს თემა მოვისმინე ერთხელ და ძალიან შემეხო. არის ერთობა, იცით რა არის? ადამიანებს გონიათ რომ თუ ჩვენ ერთად ვართ, ეს გონიათ რომ ერთობა არის. სინამდვილე ცოცხიც ერთად არის. ცოცხს თუ აიღებთ, აი ეზოს ცოცხი ხო გაქვთ ნანახი? აი ცოცხი არის ბევრი სხვადასხვა ჭხირები, ცოცხები. შეკრული ერთად მავთულით ჯოხის ირგვლივ. მიჭახრაკებული მავთულით. ძალიან მჭიდროთ არიან. არსებობს ეკლესიაში ცოცხის ერთობა. პასტორი, ჯოხი და ეს ცოცხები, სხვები ლიდერები, მსახურები და ესენი და მავთულით შეკრული ერთად. და თითქოს ეს ერთობა არის, მაგრამ გამოაძრობ ჯოხს და იშლება ცოცხიც. ეს არანაირი ერთობა არ არის. ეს არ არის ის, რასაც ღმერთი აშენებს. ეს ერთობა არ უნდა ღმერთს. ეს ხელოვნური ერთობა არის. რაღაცა სტრუქტურა, იცი კატასტროფა არის, ჩემოდებოდა ძმებო, როცა სტრუქტურა მართავს რაღაცას, თუმცა სტრუქტურა ყველას გვჭირდება. ყველას გვჭირდება სტრუქტურა. ოჯახებიც კი არ არსებობს სტრუქტურის გარეშე. მაგრამ როცა სტრუქტურას უკავი ვარ მე და სტრუქტურა მართავს რაღაცას და არა სულიწმინდა, ეს არის კატასტროფა, ეს არის ცოცხის ერთობა, რომელიც ერთ დროს პოპ გამოძრება ჯოხი და დაიშლება ყველაფერი. მარტივ მომრავლებად. და ვეღარ პოულობს სად. იყო ერთი ერთობა ორი მსახურების წინ ვერ მომილაპარაკა. ჰენგუდი მორავიელთა საძმო. 100 წელი გაძლო და დღესაც დიდი გავლენა აქვს. დღესაც აი ის დუხი, ის სული რაც დაიწყო, დღესაც კი მოქმედებს. იმიტომ რომ ეს არ იყო ცოცხის ერთობა. ეს არ იყო ხელოვნურად რაღაცა შეჭახრაკებული, რაღაცა შეკრული და ისეთი რაღაც. არა. თუ ერთობას ვიპოვით სულიწმინდაში, მაშინ მართლა ერთნაირ სიზმრებს ნახავთ. წმინდა წერილი ამბობს, ყველას ერთი სული გვისვავს. ადრე პასტორმა თქვა ამასინა და სხვათა შორის მეცაზე მეგონა, ერთი სული გვისვავს, მე მეგონა რომ რაღაცის ცხება იყო, რაღაცის წასმაზე იყო ლაპარაკი. არა და ერთი სული გვისვავს, წმინდა წერილი როცა ამბობს, რომ ერთი და იგივე სასმისიდან ვსვავთო, ღმერთი ამბობს. ერთი და იგივე რაღაცას ვიღებთ. როგორ შეიძლება ამ სასმისიდან მე დავლიო და წყალია და ვერ იკომდალიოს და უი ძმარია. რანაირად შეიძლება ერთი და იგივე სასმისიდან ერთი და იგივე ნივთიერება ჩემთვის წყალი იყოს და ვერ იყოსთვის ძმარი. და თუ ეს ასე არის, ესე იგი ჩვენ როლს თამაშობთ, რომ ერთი სული გვისვავს, სინამდვილეში არაფერიც არ გვისვავს. გასაგებია? იცით რატო ამბობს ესაიას 55 თავში ღმერთი, რომ თქვენი გზები არ არის ჩემი გზებიო. ისრაელი იფიცებოდა შენიერი ვართო. მაგრამ სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. იერემიას მე-7 თავის 23 მუხლში. ხო იცით ღმერთი რას ამბობს? ერთ რამეს ვთხოვდიო თქვენს მამებს. ერთ რამეს ვეხვეწებოდი. გაიგონეთ ჩემი ხმა. ვიქნებით თქვენი ღმერთი, თქვენ ჩემი ერი იქნებით. არ მისაყვედურია არც შესაწირავისთვის, არ მისაყვედურია არც მსხვერპლისთვის. მარტო ერთ ვთხოვდი, ჩემი ხმა გაიგონეთ. თქვენი ღმერთი ვიქნებით, ჩემთვის ერი იქნებით. არ გაიგონეს ჩემი ხმაო. და წინ კი ვერ წავიდნენ, უკან წავიდნენ. და მტრად ვექეციმაათო ღმერთი ამბობს. მე თუ ამბობს ესაიაში, რომ თქვენი გზები არ არის ჩემი გზები. ჩემი გზები, პირიქით, ჩემი გზები არ არის თქვენი გზებიო. ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები. არც კი ფიქრობთ, რომ ეს ოდისმე მიუახლოვდეს ერთმანეთს. როგორც საარი დაშორებული დედამიწისგან, ასე არის ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვებისგან. მაგრამ ფილიპელების მეორე თავის მე-5 მუხლში წმინდა მოციქული პავლე წერს ქართულში წერია აზრები. მაგრამ სიტყვა რაც ბერძნულიდან არის გადმოთარგმნელი, მოიცავს აზრებს, განცდებს, ზრახვებს, ყველაფერს. ანუ ის რაც ქრისტე იესოშია, წმინდა წერილი ამბობს. აზრები, ზრახვები, განცდები, სურვილები იყოს თქვენ შორისაც. უნდა იყოს ჩვენში. და აი ეს მოიტანს ერთობას. უბრალოდ გვეცოდინება, მივხვდებით, რომ არის პეტრე მოციქულივით არ მოვიქცევით ფერისცვალების მთაზე. იცით,
ფერისვალების თაზე პეტრემ რა გააკეთა? ინიციატივა მოიტანა, რომელიც არავის არ ჭირდებოდა. რომელსაც არავინ არ შეკითხია. არავის არ უთქვამს, პეტროს, შენ რას ფიქრობ, ეხლა როგორ მოვიქცეთო? იქ ატმოსფერო იყო, იცი როგორი? იქ კალამი და ფურცელი უნდა აიღო და ჩაეწერა, რომ მე უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი, რომ იქ რო დავბრუნდები, ამებს წავიღებ იქ. და ეს ფერისცვალება იქ მოვა. გასაგებია? რა შეჭირდება კალამი და ფურცელი? რა შეჭირდება რამე გაიგოს? მან უკვე იცის. ამიტომ ინიციატივა, შენოთ სამი კარავი. ასე მინდა მე. და უეცრად ღრუბელი ფარავს მთას. რატომ მანამდე არ დაფარა? არ გაინტერესებს? ბევრჯერ გვითქვამს ეს ეკლესიაში. რატომ მანამდე არ დაფარა ღრუბელმა მთა? რატომ მანამდე არ იყო ღმერთის სიტყვა? იმიტომ რომ მანამდე პეტრე არ ლაპარაკობდა. მერწმუნეთ ეს ასეა. და როგორც კი პეტრემ ინიციატივა გამოიჩინა, რომელიც არავის არ ჭირდებოდა აბსოლუტურად, რომელიც არადროული იყო, თანამედროვე სიტყვა არსებობს, არარელევანტური. მაშინ დაფარა ღრუბელმა მთა და ღმერთი ეუნება, პეტრე, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, პეტრეს ეუნება, პეტრე, თუ ვერ მიხვდი კიდე ერთხელ გეუნები. ეს ჩემი საყვარელი ძეა და იმას კი არ უნდა ელაპარაკო, ამას უნდა უსმინო. გასაგებია? არ ვიცი თქვენ შეიძლება არა, მაგრამ მე ხშირად ამოვჩენილი ვარ მსგავს სიტუაციებში. როცა კი არ უნდა ვილაპარაკო, იქ უნდა ისმინო. და კი არ უნდა ისმინო ყურებით მარტო. და მე სკვაზნიაკმა კი არ უნდა გაგიფანტოს ნააზრევი. ის უნდა დაიმახსოვრო, აიღო და რო წახვალ შენს ყანაში, რომელიც ღმერთმა მოგანდო მოსავლელად და დასამუშავებლად, იქ უნდა დაიწყო მე იმ პრინციპების გამოყენება და ის რას ფერისცვალების მთაზე იყო, აუცილებლად მოვა შენს ყანაშიც. დიდება უფალს. პეტრე იქ მიტო კი არ იყო აყვანილი, რომ თავისი იდეები ეფრქვია. პეტრე იქ იმიტომ იყო აყვანილი, რომ სამეფო უნდა დაენახა თავის დიდებაში და ამ სამეფოს ხედვით და პრინციპით ეცხოვრა მიწაზე მერე ადამიანებს შორის. გასაგებია, მაგრამ არა, მე უნდა ვილაპარაკო. თავარი ეს არის. მე ძალიან ხშირად მინახავს ეს. ძალიან ხშირად შევხები ვართ ამას. ერთხელ ბილი გრემმა თქვა და ეს სიტყვა მახსოვს და ამ სიტყვას ვითვალისწინებ. ბილი გრემმა თქვა, სამყარო დადი სიბნელეში, ჩვენ გვაქვს სინათლე. ნუ დადგავთ ამ სინათლეს სადღაც გადამალულში. სამყარო სჭირდება პური, ჩვენ გვაქვს ეს პური. ქრისტემ თქვა, მე ვარ ცოცხალი პური ზეციდან ჩამოსული. ნუ დამალავთ ამ პურს სამყაროსგან. სამყარო სჭირდება წყალი, ჩვენ გვაქვს ეს წყალი, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა, ვისაც ესმის ეს სიტყვა და მიიღებს მას, მისი მუცლიდან იდინებსო ცოცხალი წყლის მდინარეები. ჩვენ გვაქვს ეს. მაგრამ ვის ძალია ამისთვის, რომ ვინმეს ეს წყალი მიუტანო? ვინ მოიცლის ამისთვის, რომ ვინმეს ეს პური მიუტანო? ვინ იფიქრებს იმაზე, რომ ეს ნათელი, ქრისტემ კითხვა, რომ მასშასე ანათებდეს თქვენი სინათლეო. სად ძალია რა, ანა თუ არა ისე კიდე. იმიტომ რომ მე ჩემი პრობლემები მაქვს. და იცით რა არის? ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმაზე, ჩვენი უფლებები როგორ დავიცვათ. და არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მოდი მოვითმენ იმისთვის, რომ ერთობაში შევიდეთ. კი არ ვილაპარაკებ პეტრესავით, მოვისმენ. და რომ მოვისმენ, გავიგებ. და რომ გავიგებ, გავითვალისწინებ. და რომ გავითვალისწინებ, ცვლილებები მოხდება. და ცვლილებები რომ მოხდება, ეს ცვლილებები ბევრისთვის მაგალითი გახდება. და ერთობასაც მოიტანს, რა თქმა უნდა, ზუსტად მაგის თქმა მინდა. მაგრამ მე მილიონი მიზეზი მექნება მისთვის, რომ არ მოგისმინო. თუ მინდა, იცი ყველაფერი თვალებში გამეჭხირება. ხშირად ჩვენ ისე კარგი იდეები გვაქვს, მაგრამ იმ იდეამდე მისვლას, რომ ფასის გადახდა ჭირდება, მაგაზე არავინ არ ფიქრობს. მოდი ჩვენ მცირედიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს ასე, მცირედში ერთგული, დიდში არის ერთგული. და მცირედში უგულო, დიდშიც უგულო იქნება. მიტო ვიძახი, ღმერთი მცირედებიდან იწყებს, პატარა საწყისებიდან იწყებს, იქ იწყებს სწორი პრინციპების დადებას, თორე შენობა რა დიდიც არის, როგორი გრანდიოზულიც არ უნდა იყოს, თუ არასწორ ფუნდამენტზე არის აშენებული.
რამდენადაც დიდი არის ის შენობა, იმდენად დიდი არის პრობლემა. იმიტომ რომ დიდი შენობის დანგრევა გაცილებით უფრო ძნელი არის, ვიდრე ფუნდამენტში გასწორება თავიდან. გასაგებია? ამიტომ ქართული ლექსი სკოლებში გვასწავლიდნენ ხოლმე, ისმინე შვილო განსაზღვრულია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი ძალა დაკარგულია. ეს სიბრძნე არის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. წმინდა წერილი ამბობს, თუ 2 მილიონი თქვენთაგანი შეთანხმდება გქონდეთ ნებისმიერი რამ ექნებათ. ამინ? არ წერია ასე, აქ წერია თუ 2 თქვენთაგანეო. თუ 2 თქვენთაგანი შეთანხმდება, მოითხოვ ნებისმიერი რამ. შეთანხმებას აქვს ძალიან დიდი ძალა. ძალიან დიდი ძალა. თუ 2 შეთანხმდება, დაიტყვის, იცი, მოდი შევთანხმდეთ. ერთი იაპონური სიბრძნე არის თურმე. ასეთი სიბრძნე, პრინციპი. 2 შევიდნენ ტყეში, 2 უნდა გამოვიდნენ. ეს რას ნიშნავს? თუ შევთანხმდით, რომ აიქამდე წავიდეთ, მე იქ მარტო არ უნდა მივიდე. ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ. ჩვენ შეთანხმებისთვის ფასი უნდა გადავიხადოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფასის გადახდა შეთანხმებისთვის. უი, ბოდიში დღეს აღარ მცალია. კი გითხარი, მაგრამ აღარ გითხარი. მე კი მინდოდა, მაგრამ ისი არ მოიქეცით, როგორც მე მინდოდა და ამიტომ აღარ მინდა ეხლა. მე ჩავდგები მსახურებაში, მაგრამ მე მზად ვიყავი, მე მსახურა მხოლოდ ანგელოზების წინაშე. თქვენ ანგელოზები არ ახართ, ასე რომ მივდივარ მსახურებიდან. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. არის შეთანხმება, რომელიც შეთანხმებისთვის უნდა ვისწავლოთ ფასის გადახდა. წმინდა წერილი ამბობს, თუ მცირე რგოლებში ვისწავლით შეთანხმებას. ჩემთვის შეიძლება ძალიან ძნელი იყოს ამ შეთანხმების შესრულება, მაგრამ მე უნდა შევასრულო. მე ღმერთი არა ვარ, შეიძლება შემეშალოს. კიდე ერთხელ ვამბობ. ვერავის ვერ დაკმირდებით, რომ არ შემეშლება. შეიძლება მე შემეშალოს. შეიძლება ვერ შევძლო მისი გაკეთება. სამწუხაროდ მე ჩემ წარსულშიდაც არის ეს მქონია ასეთი და ღმერთმა დამეხმაროს ღმერთი რომ არ იყოს მომავალში, მაგრამ შეიძლება იყოს. მე შეიძლება გითხრა რომ ესე გავაკეთებ და ვერ შევძლო მისი გაკეთება. იმიტომ რომ მე ღმერთი არა ვარ და კი არ გეუნები რომ ახლა გაგებით მოეკიდე ამას. არა, პირიქით. როცა ასე მოხდება, მე დაგანახებ ჩემს მონანიებას. და ჩვენ ასე უნდა ვიცხოვროთ და ის წინა გაკვეთილი ძალიან მწარე უნდა იყოს ჩემთვის. მწარედ უნდა აღმოჩნდეს ჩემთვის, იმიტომ რომ მე უნდა ვისწავლო შეთანხმებაზე ფასის გადახდა. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს ამას. და მე არ მინდა ამას თქვენ გიქადაგებდეთ და ჩემთვის ეს არ იყოს სასწავლებელი. თქვენი ხო იყოს ხო? თქვენი არა იყოს რა? არა, რაც ამას იქით არის, ის არის ეშმაკისგან. მათესახარების 5:7. კარგად წაიკითხეთ ებრაელების მე-12 თავი. ებრაელების მე-11 თავი რწმენის თავია. იქ ჟრუანტელი გივლის, რწმენით ბარაკი, რწმენით მოს, რწმენით აბრაამი სამეფოებს ამარცხებდნენ, შრეთდნენ מחვილის ცისა ცეცხლის ძალას, იგერიებდნენ מחვილს, ცოლები გაცოცხლებულ ზღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, იმიტომ რომ უკეთესი აღდგომისთვის რწმენით, მაგრამ მე-12 თავი, მე-12 თავი უკვე ჩვენზე ლაპარაკობს. პირველივე მუხლიდან იწყება. ირგვლივ რადგანაც ამდენი მოწმეები გვყავს ღრუბელივით, მოთბინებით რით? ეგ თუ იყო საჭირო, ღმერთო ჩემო. მოთბინება, მე უფლებებზე მინდოდა მელაპარაკ, არ მაქვს უფლება? არ მაქვს უფლება? არ მაქვს უფლება? კი, გაქვს უფლება მოთბინების. იმიტომ რომ რა კი ესეთი ღრუბელი გვყავს ირგვლივ, მოთბინებით გავიარო ჩვენ წინ მდებარე სარბიელი. რათა მივიღოთ აღთქმული. მერე გრძელდება მე-4 მუხლიდან. იქ წერია, სისხლამდე არ შეწინააღმდეგე ვიყავ, ცოდვის წინააღმდეგ ღვაწლში, დაივიწყეთ შეგონების სიტყვა. შვილო ჩემო, ღმერთის შეგონებას ნუ წაუყრუებ. და როცა გწვნის, უარს ნუ ამბობ, იმიტომ რომ ის ყველას წვრთნის, ვინც უყვარს და სცემს, ასე წერია. ვეძები ამ სიტყვის სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ ყველგან სცემს წერია. ყველგან წერია, რომ ის სცემს იმას, ვინც უყვარს და რატო სცემს? ღმერთო, რატომ სცემ? მაგრამ იმიტომ კი არ გცემს, რომ ზულ ხარ. იმიტომ რომ ის ზედმეტი რაღაცეები
გამოდევნილი იყოს შენგან. ერთ მოქანდაკეს კითხეს თურმე, ამ უხეში ლოდისგანო ეს ნატიფი ქანდაკება როგორ გამოაქანდაკეო? ეს თუმე დაფიქრდა და იცით რა, ამ უხეში ლოდში ეს ნატიფი ქანდაკება სულ ყოველთვის იყო. მე უბრალოდ ზედმეტები მოვაცილეო. იცი ღმერთს უნდა ის ზედმეტები მოგვაცილოს, რაც ქვეყნიერებამ მიგვაწება. ეს ხშირად ჩვენს ხასიათშია, ეს ხშირად ჩვენს ფასეულობებშია, ეს ხშირად ჩვენს უპასუხისმგებლობებშია. და უბრალოდ როცა რთულ მდგომარეობებში შევყავართ ღმერთს, ამ ზედმეტებს გვაცილებს და ნელ-ნელა იკვეთება. იცი, ნელ-ნელა ღმერთი გვაყალიბებს ღმერთის შვილად და აი ჩემი შვილი, აი ეს არის ჩემი შვილი. კაცი რომელიც დაიფიცებს თავის საწინააღმდეგო და არ გადათქვავს. იმიტომ რომ ჩემი შვილია, იმიტომ რომ ჩემი სული იძვრის მასში. იმიტომ რომ ფასეულობები, მისი ფასეულობები მაღალია. ესა იობზე ამბობს ღმერთი, ხომ არავინ არის მისი მსგავსი. ალალი, წრფელი, ბოროტებას განრიდებული. ეს არის ფასეულობები, ჩემო ძვირფასებო, რომლის განვითარებას ღმერთს უნდა ჩვენში. მაგრამ დღეს როგორი ცბიერი, იცი მე ხშირად მომისმენია, გამოვიყენოთ იაკობის ცბიერება. მოატყუა ერთი, მოატყუა ორი. გავიდა დამკაში, სამაგიეროდ წარმატებულია. სამაგიეროდ. იცი არის ფასეულობები, რომელზედაც ღმერთი ძალიან დიდ ფასებს დევს. და ღმერთი ამბობს, ეს ის არის, რასაც უნდა ჩაეჭიდო, ეს ის არის, რომლისკენაც უნდა წახვიდე. ეს ის თუ ამებს განავითარებ, რომ წვეტიანი კი არა, კაქტუსი კი არა, ისი ძნელია კაქტუსს ჩაეხუტო. იკბინება. არ უნდა იყო კაქტუსი. აი, იცი, რატო დადიოდნენ ქრისტესთან? ძალიან მკაცრიც იყო, მაგრამ ძალიან თბილი იყო. იცი, ყველა მასთან ადამიანები ბედნიერებას პოულობდნენ. მასთან ადამიანები ნუგეშს პოულობდნენ, სიცოცხლეს პოულობდნენ. იყავი თბილი და ადამიანები შენთან მოვლენ, ადამიანები მოგიახლოვდებიან, ისინი ნუგეშის ცემას დაეძებენ, მას ზოგს იმედი ჭირდება, ზოგს ნუგეში ჭირდება, ზოგს დახმარება. ბოდიში და წვეტიანი რო ხარ, არავის შენი დანახვა არ უნდა, არავის შენთან მოკარებ, მოსამართლე რო ხარ და ყველას მოსამართლე ხარ, არავის შენთან მოსვლა არ უნდა. არის ისეთი რაღაცეები, მეგობრებო, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ერთობაზე, შეიძლება ვილაპარაკოთ ერთობაზე. და ჩვენივე მოქმედებებით ვანგრევდეთ ერთობას. ვინც მოусმინეთ პასტორ ხვიჩას წინა კვირის ქადაგებას, ცათა სამეფოზე ილაპარაკა და მან ილაპარაკა მათესახარების მე-13 თავზე, მათესახარების მე-13 თავში 7 იგავი თქვა ქრისტემ და 7-ვე იგავი განსაკუთრებულია, მაგრამ 2 იგავზე გაამახვილა პასტორმა ყურადღება. ეს არის მათესახარების მე-13 თავის 44 მუხლი თუ არ ვცდები. ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს. სიხარულით მიდის, ყიდის ყველაფერს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს. იგავია ეს. იგავი არის ალეგორია. გადატანითი მნიშვნელობის ნათქვამი რაღაც, ხო? ამან მინდორზე და საბადოზე კი არის ლაპარაკა. უბრალოდ თქვა ფასეულობაზე. ცათა სამეფო არის ეს ისეთი რაღაც, ეს ვაჭრობა არის. და რომ მიხვდები, რომ ის ფასეულია, შენ რაღაცეებს ყიდი, გაყიდვა რა არის, იცი? მე ბიზნესზე კი აღარ ხვდები ორიენტირებული. როცა ვდგები არჩევანის წინ, მე ვამბობ, მე ყველაფერს გავყიდი, ყველაფერზე ვიტყვი უარს, რომ ის შევიძინო, იმიტომ რომ ის ფასეულია ჩემთვის. და ცათა სამეფო გავს ამ კაცს, რომ ვინც იპოვა ეს განძი, დამალა, წავიდა, გაყიდა ყველაფერი, მოვიდა და ის იყიდა. იმისთვის რომ რაღაცა შეიძინო, ხშირად ფასე უნდა გადაიხადო. მეორე იგავი 45 მუხლი. კიდევ ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც რამაზ მარგალიტებს ეძებს. როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა გაყიდის ყველას, რაც აბადია და იმას იყიდის. ჩვენ ხშირად ამას ვკითხულობთ და კი ვერ ხვდებით, რომ ჩვენ გველაპარაკება. მაგრამ სინამდვილეში ეს მე მელაპარაკება, იმიტომ რომ თუ ცათა სამეფოს ინტერესი გაქვს, აქცერია ეს გავს კაცო, ვინც ნახა ეს ძვირფასი მარგალიტი. წავიდა ყველაფერი გაყიდა და ის იყიდა. და როცა ვლაპარაკობდი, უეცრად ღმერთმა მომცა ესეთი რაღაც. გამოცხადების მეორე-მესამე თავები. 7 ჯერ არის ნათქვამი სიტყვა, ვინც გაიმარჯვებს.
7-ჯერ არის ნათქვამი სიტყვა. ვინც გაიმარჯვებს. მოდი მე შემიძლია გაჩვენოთ, მუხლების გითხრათ და თუ გინდა ჩაიწერეთ. პირველად ეს სიტყვა არის ნათქვამი გამოცხადების მეორე თავის მე-7 მუხლში. ვინსაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. ვინც გაიმარჯვებს, ვაგემინებს სიცოცხლის ხისგან. ყველას კი არა, ვინც მობოდიალდება ან არა, ამას მარტო მიიღებს ის, ვინც გაიმარჯვებს. და რო გაიმარჯვა, მინიმუმ უნდა იბრძოლო. გამარჯვება სხვანაირად არ ხდება. ვინც გაიმარჯვებს და იმან რო გაიმარჯვა, ისე კი არ გაიმარჯვა, რო გაემარჯვა, ბევრი იშრომა. რო გაემარჯვა, დიდი ფასი გადაიხადა. რო გაემარჯვა, მოემზადა. თუ გახსოვთ ერთ-ერთ წინამსახურებაზე ვილაპარაკე 1 კორინთელების 9:24 პავლე ამბობს, ასპარეზზე მორბენალი ბევრი გარბიან, მაგრამ ყველა არ იღებს გვირგვინს. მას ირბინე ისე შენ გეუნება, რომ მოიპოვო. ისე კი არ ირბინოს, ისა სხვათა შორის ზოგიერთი ტურნირებში მონაწილეობას იღებს მონაწილეობისთვის. არა, პავლე ამბობს, რომ მონაწილეობისთვის არ დადგე ასპარეზზე. ისე ირბინე რომ გაიმარჯო. ისე ირბინე რომ მოიპოვო. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ გაიმარჯო. და ქრისტეც ამაზე ლაპარაკობს, ცათა სამეფო გავს კაცს, რომელიც დიდ ფასს იხდის იმისთვის, რომ ის მთავარი მოიპოვოს. შემდეგი მუხლი, გამოცხადების 2:11. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რაც ეუბნება სული ეკლესიებს, გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან. შემდეგი მუხლი 2:17. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რაც ეუბნება სული ეკლესიებს, მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომლის მიმღების გარდა არავინ იცის. 2:26. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მე მას მივცემ ხელმწიფებას ერებზე და დამწყებსას მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან თიხის ჭურჭელივით, ისევე როგორც მე მივიღე მამისაგან, მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავსო. გამოცხადების 3:5-6. გამარჯვებული ჩაიცვავს თეთრ სამოსელს. მის სახელს არ ამოვშლის სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე, ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. გამოცხადების 3:12-13. გამარჯვებულ სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში და გარეთ აღარ გავა. დავაწერთ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისაგან და ჩემს ახალ სახეს, ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს და ბოლოს. გამოცხადების 3:21-22. გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე, ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. და დაუკვირდით 7-ჯერ გამარჯვებული, გამარჯვებული, გამარჯვებული. და ამ დღის ბოლოს სიტყვა, მოდი ესე ვთქვათ, მოდი ვიბრძოლოთ ისე, რომ გავიმარჯვოთ. იმისთვის, რომ გქონდეს ერთობა, ამისთვის ბრძოლა არის საჭირო. და ვისთან არის ბრძოლა საჭირო? შენს მეგობრებთან? არა. იმისთვის, რომ ნახო ერთობა, ებრძოლე შენ საკუთარ თავს. ებრძოლე შენს წარმოდგენებს. ებრძოლე შენ შეხედულებებს. მიდი აი ვიღაცასთან მიდი და შეუერთდი. სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ. გამრავლება, ჩვენ რო კარგი გგონია, სინამდვილეში მას ცუდი გრძნობები მოყვება. როცა ქალბატონის სხეულში ჩაისახება სიცოცხლე, თავიდან ის ერთი უჯრედია. როგორც კი უჯრედი გაყოფას იწყებს, ამას მოყვება ტოქსინები. გულის რევა, თავბრუზღვევა, სისუსტე და ასე შემდეგ. კარგი პროცესები მიდის ცუდი გრძნობებით. სხვათა შორის ესე არის. ერთი რამე იცოდეთ, იმისთვის რომ სიმრავლე გქონდეს და იმისთვის რომ ერთობა გქონდეს, უსიამოვნო რაღაცეების გავლა მოგვიწევს. ბევრი მოთმინება მოგვიწევს. ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენ საკუთარ თავზე. ნუ გადაიტანთ პასუხისმგებლობას სხვაზე. ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენ საკუთარ თავზე. და ჩვენ თუ ვიქნებით ქრისტესთან ერთად ერთობაში. ერთობა, რომელსაც მასთან ვიპოვეთ, ბევრს გადაედება. ეს როგორც ცეცხლი ისე იქნება. ქრისტემ თქვა დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მსურს რო ემთაბოდეს. მოთბინებით
გაიარო შენს წინ მდებარე სარბიელი. კი არ ჩაქრე სულით, კი არ ჩაქრო შენში მყოფი სული, სულით აღეგზენი და მოდი ვეცადოთ, ვიმსახუროთ ასე. იცი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ჩვენ შორის, რომ სრულყოფილები არც ერთი არა ვარ. არც თქვენ, არც მე. ამიტომ როცა ჩემ სრულყოფილებას ეძებ, ჩაიხედე სარკეში. როცა მე დავიწყებ შენში სრულყოფილების ძებნას, მეც სარკეში ჩავიხედავ ხოლმე.